ქალქვა. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი წვრილშვილიანი ხელმწიფე. 12 შვილი ჰყავდა და 12-ვე ქალი. დედოფალი მე-13-დაც დაორსულდა. მობეზრდა მეფეს ამდენი ქალი და როცა ცოლს მოლოგინების დრო მოუვიდა, დაიბარა და უთხრა. წადი ტყეში. თუ ბიჭი გაგიჩნდა, წამოიყვანე. ხოლო თუ ისევ ქალი გეყოლა, რაც გინდა ის უყავი. გინდა გაზარდე, გინდა ტყეში დატოვე. ოღონდ აქ არ მოიყვანო და თვალით არ დამანახო. რა უნდა ექნა საწოდავ დედოფალს? ქმარი იყო, თანაც ხელმწიფე და რასაც უბრძანებდა, უსიტყვოდ უნდა აესრულებინა. იმავ წამს ადგა, ამოიდო იღლიაში საგზალი, ტანსაცმელი, ერთი ხელი ქვეშაგები და წავიდა. დედას სულ უმცროსი გოგონაც უკან დაედევნა. შენ სადღა მოხვალ? კითხა დედამ. მეც შენთან უნდა წამოვიდე. მიუგო გოგონამ დედას. არა, შვილო, შენ ნუ წამოხვალ. მე ტყეში მივდივარ, შორი გზა მაქვს და ჩემთან ვერ ივლი. სადაც შენ იქნები, მეც იქ უნდა ვიყო. არ მოეშვა გოგონა. ბევრი იარეს თუ ცოტა, ბოლოს ერთ დაბურულ ტყეში შევიდნენ. დედოფალმა ტყეში ერთი ყველაზე დიდი მუხა მონახა და ბინა იმის ქვეშ დაიდო. დედა, წავა, იქნებ აქ, სადმე ახლო-მახლო ცეცხლი ვიშოვო. უთხრა გოგონა. ცეცხლი კი გვინდა, მაგრამ ვაი თუ ამ ტყეში გზა აგებნეს და დაიკარგო. შეწუხდა დედა. გოგონამ დაამშვიდა. ნუ გეშინია, ყოველ 10 ნაბიჯზე მიწაში მწვანე ტოტს ჩავარჯობ და გზა არ დამეკარგება. დედას მოეწონა შვილის ასეთი საზრიანობა და გაუშვა. გოგონა გამოეთხოვა დედას და წავიდა. ბევრი იარა, მაგრამ ცეცხლი ვერსად ნახა. ამასობაში კიდეც დაუღამდა. შეძურა ხის ფუღუროში და დაიმალა. ირგვლივ უკუნი სიბნელია, ტყეში 1000 ნაირი ნადირი დადის. თვითონ ტყეც გაუჩერებლად ფაჩუნობს, შრიალებს, შარიშურობს. ზის გოგონა ფუღუროში და მოუთმენლად მოელის გათენებას. შუაღამე რომ გადავიდა, ტყეში რაღაც ლაპარაკი გაიგონა. გოგოს ჯერ შეეშინდა, მერე გული გაიმაგრა და ყური მიუგდო. თურმეციდან ბედის მწერლები ჩამოსულიყვნენ და ხალხს ბედიღბალს უნაწილებდნენ. ბოლოს ერთმა თქვა: ამ ტყეში რომ ახლა ბიჭი დაიბადა, შუბლზე ასეთი ბედი დაეწეროს, 12 წლამდე გაიზარდოს. მერე ხელმწიფის ეზოში რომ დიდი ნაძვის ყედგას, იმაზე ავიდეს, ჩამოვარდეს და მოკვდეს. ვინც ჩემი ნათქვამი გაიგონოს და გაამხილოს, ქვად იქცეს. ახლა მეორემ დაიძახა. ამ ტყეში რომ ბიჭი დაიბადა, თან ეს ბედი დაჰყვეს. 16 წლამდე უვნებლად გაიზარდოს. მერე ხელმწიფის ჭაქ ცხენს რომ კვიცი გაუჩნდება, იმაზე შეჯდეს, ჩამოვარდეს და მოკვდეს. ვინც ეს ჩემი ნათქვამი გაიგონოს და გაამხილოს, ქვად იქცეს. ბოლოს მესამემ თქვა: დღეს ამ ტყეში რომ ბიჭი დაიბადა, ეს ბედიღბალი დაეწეროს, 20 წლამდე გაიზარდოს, 20 წლისა რომ გახდება, დაინიშნოს. სიდედრმა საქორწინო ტანსაცმელი მიუტანოს. იმ ტანსაცმელში გველები გაჩდნენ, დაკბინან და მოკვდეს. ვინც ეს ნათქვამი გაიგონოს და გაგვცეს, თავით ფეხებამდე გაქვალდეს და მზის პირის ნაბანი წყლის მეტმა ნუღარაფერმა მოარჩინოს. ბედის მწერლებმა დაასრულეს თავიანთი საუბარი და ისევ ცაში გაფრინდნენ. გოგომ სამივე ბედის მწერლის ნათქვამი კარგად დაიმახსოვრა და გათენებისთანავე დედისკენ გაეშურა. დედოფალს მართლა ბიჭი გასჩენოდა. წამოიყვანეს ახალშობილი და ორივენი სასახლისკენ წამოვიდნენ. ხელმწიფემ რომ გაიგო ვაჟიშვილი შემეძინაო, სიხარულით ცას ეწია და დედოფალს მთელი თავისი ამალით შეეგება. ზარზეიმითა და თოფზარბაზნების სროლით შემოიყვანა სასახლეში და დიდი ძეობაც გადაიხადა. გავიდა დრო. ხელმწიფის შვილი წამოიზარდა. გადადგა მე-12 წელში. აი 12 წელიც უსრულდება. კიდევ რამდენიმე დღეც და ხელმწიფე მემკვიდრის დაბადების 12 წლის თავს იზეიმებს. მთელი სასახლე საზეიმო სამზადისშია გართული. სწორედ ამ დროს ხელმწიფის უმცროსმა ქალმა უცბად თავი მოიავადმყოფა და ლოგინში ჩაწვა. კვნესის, ვიშვიშობს. ხელმწიფემ იმავე დღეს ყველა სახელგანთქმული ექიმი მოიწვია და ავადმყოფს თავზე დააყენა, მაგრამ რას გაუგებდნენ, რაც არაფერი სჭირდა. ექიმები რომ წავიდნენ, ქალმა მამას უთხრა: სულ ტყუილად წვალობ და ექიმებსაც აწვალე. ჩემი ავადმყოფობის მიზეზი ჩვენი დიდი ნაძვის ხეა. თუ იმას მოაჭრევინე, მოვრჩები და თუ არა, მოვკვდები. შვილო, ოღონდ შენ კარგად გახდი და იმას კი არა, სხვა ხეებსაც მოვაჭრევინებ.
უთხრა ხელმწიფემ, გამოვიდა, გასცა ბრძანება და ის დიდი ნაძვის ხეს სულ ძირიანად მოათხრევინა. ქალი მაშინვე ფეხზე წამოხტა და გახარებული იმით, რომ სიკვდილს გადაარჩინა, ძმას სიყვარულით გადაეხვია. გავიდა კიდევ ხანი. ხელმწიფის შვილს საცაა 16 წელი უნდა შეუსრულდეს. ამ დროს ხელმწიფის ჭაკმა ცხენმა კვიცი მოიგო. ისეთია ის კვიცი, რომ თვალი უკეთეს ვერაფერს ნახავს. სხვა თუ წლით იზრდება, ის დღით იზრდება. ხელმწიფის შვილი გვერდიდან აღარ იშორებს. თვითონ წმენს, უურვებს, თვითონ დაჰყავს წყალზე და ბალახსაც თავისი ხელით უთიბავს. ხელმწიფის უმცროსმა ქალიშვილმა თავი ისევ მოიავადმყოფა და ლოგინში ჩაწვა. აკუნეს და დააკილდა. შეწუხდნენ მშობლები, აბა ექიმი, მკითხავი, მლოცავი, ვინც კი სახელგანთქმული იყო, ყველა მოიწვიეს, მაგრამ ავადმყოფს ვერაფერი გაუგეს. ან რას გაუგებდნენ, როცა არც რამე სჭირდა და არც აწუხებდა. ბოლოს ქალიშვილმა ისევ დაიბარა მამა და ჰკითხა. მამილო, მე უფრო გიყვარვარ, თუ ჩვენი ჭაკი ცხენის კვიცი. ეგ რა სათქმელია, შვილო? უსაყვედურა მამამ. შენზე მეტად პირუტყვი როგორ მეყვარება? მაშ თუ ასე ძალიან გიყვარვარ, ერთი ნატრა შემისრულე. უთხრა ქალმა. ის კვიცი დაკალი. ხელმწიფეს ქალიშვილის ეს უცნაური სურვილი ძალიან გაუკვირდა და ჰკითხა. დაკვლით კი დაუკლავ, შვილო, მაგრამ შენ რას გარგებს? სწორედაც მარგებს. წუხელ სიზმარში ერთი თეთრი წვერა მოხუცი გამომეცხადა და მითხრა. შენი ავადმყოფობის მიზეზი თქვენი კვიცია, თუ იმას დაკლავთ, მორჩები, თუ არა და მოკვდებიო. ოღონდ შენ მყავდე, შვილო, კარგად და კვიცი თუნდ ეშმაკსაც წაუღია. უთხრა მამამ და მსახურებს უბრძანა დაკალითო. დაკლეს კვიცი და ქალიც მაშინვე ფეხზე წამოდგა. ერთხელ კიდევ გადაარჩინა ძმა სიკვდილს და ამით გახარებული სიყვარულით გადაეხვია. გავიდა კიდევ რამდენიმე წელიწადი. ხელმწიფის ვაჟი უკვე მე-20 წელში გადავიდა და ცოლის შერთვის დრო მოუვიდა. დაფაცურდნენ ხელმწიფე და დედოფალი და ერთი დიდგვაროვანი მზეთუნახავი ქალი დაუნიშნეს. დადგა ქორწილის დღეც. სასიძო მოყვრებთან წასასვლელად მოემზადა. უცბად ხელმწიფის უმცროსმა ქალმა ტირილი მორთო და დაიჟინა. მეც გამაყოლეთ ჩემ ძმას, თორემ ახლავე თავს მოვიკლავ. წააყოლეს გოგოც და წავიდნენ მაყრები. იმ ღამეს კარგი დრო გაატარეს, იცეკვეს, იმღერეს, იმხიარულეს და დაიძინეს. მეორე დღეს ადგომის წინ სიდედრმა სიძეს ახალი საქორწინო ტანსაცმელი მოუტანა. აბა სიძე მეორე დღეს იმავე ტანსაცმლით ხომ არ დაჯდება სუფრასთანო. წამოდგა ხელმწიფის შვილი, რომ ტანსაცმელი გამოეცვალა. ამ დროს წამოვარდა მისი უმცროსი და ჩამოეკიდა კისერზე ძმას და თვალწრემლიანმა დაუწყო ხვეწნა. არ ჩაიცვა ეგ ტანისამოსი, არ ჩაიცვა. ყველა გაკვირდა, ზოგს გიჟი ეგონა, ზოგს კიდევ რა. სასიდედროს ძალიან ეწყინა და ქალს საყვედურით უთხრა. რა მოგივიდა, ქალო, განარას ხედავ ამ ტანსაცმელში ისეთს, რომ შენს ძმას ჩაცმას უკრძალა. აბა თონე გაახურეთ და მაშინ ნახავთ, რადაც ვუკრძალავ. უპასუხა ქალმა. ჩაყარის მაშინვე თონეში სახმელი და ცეცხლი წაუკიდეს. მთელი ხალხი ფეხზე დადგა, ნეტავ რა მოხდებაო. კარგად რომ გახურდა თონე, ქალმა წამოავლო სიდედრის მოტანილ ტანსაცმელს ხელი. ხალათი, შარვალი, ჩოხა ახალუხი, ჩექმები და ყველაფერი თონესთან მიიტანა. ყველა სათითაოდ ჩაბერტყა შიგ და ყველადან შავი, უზარმაზარი გველები გადმოცვივდნენ. გველები სისინ წივილით ჩაიხრუკნენ ცეცხლში. ქალმა ისევ მოხვეტა ტანსაცმელი. მიუტანა თავის ძმას, გადაეხვია და უთხრა. აი, ახლა ჩაიცვი, ახლა აღარ დაგიშლი ჩაცმას. ჩემო დაო, შენ რა იცოდი, რომ ამ ტანსაცმელში წეული გველები ისხდნენ? კითხა ძმა. მაგას ნუ მათქმევინებ, თორემ ინანებ. უპასუხა გოგონა. მაგრამ ხელმწიფის შვილმა არ დაიშალა. თუ გიყვარვარ, უნდა მითხრაო. კარგი, ამასაც გეტყვი. დათანხმდა და ბოლოს. მაგრამ იცოდე, ვიტყვი თუ არა, მაშინვე ქვად გადავიქცევი და მზის პირის ნაბანი წყლის მეტი აღარაფერი მიშველის. დამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო, რაც ტყეში ბედის მწერლებისაგან გაიგონა. 12 წლისა შენ ჩვენი დიდი ნაძვიდან უნდა ჩამოვარდნილიყავი და მომკვდარიყავი. ამიტომ მოვიავადმყოფე თავი. მამას ისხე მოვაჭრევინე და სიკვდილს გადაგარჩინე. თქვა თუ არა ეს ქალმა მუხლებამდე გაქვავდა. ძმა შეეხვეწა მეტს ნუ ღარ იტყვიო, მაგრამ დამ არ დაუჯერა. სათქმელი ბოლომდე უნდა ითქვასო და განაგრძო. 16 წლისა რომ გახდებოდი, ბედის წერას ჩვენი ჭაკი ცხენის კვიციდან უნდა ჩამოეგდე და მოეკალი. მაშინაც ამიტომ მოვიავადმყოფე თავი. მამას ის კვიცი დავაკვლევინე და სიკვდილისგან ამჯერათაც გიხსენი.
თქვა ეს ქალმა და წელამდე გაქვავდა. 20 წლისას ცოლი უნდა შეგირთო. განაგრძოდა. სიდედრი საქორწინო ტანსაცმელს მოგიტანდა და შიგმსხდარ გველებს უნდა მოეკალი. აი როგორც ხედავ, სიკვდილს ახლაც გადაგარჩინე და ამიერიდან აღარავითარი საშიშროება აღარ მოგელის. თქვა თუ არა ქალმა უკანასკნელი სიტყვა მთლიანად ქვად იქცა. ხელმწიფის შვილმა ბევრი იტირა და ივაგლახა. ბოლოს თქვა. ჩემმა დამ სამჯერ გადამარჩინა სიკვდილს. ახლა ჩემი ჯერია და სამაგიერო უნდა გადავუხადო. როგორც თვითონ მითხრა, ზისპირის ნაბანი წყალი უშველის. უნდა წავიდე მზესთან, გამოვთხოვო ნაბანი წყალი და ჩემი და გავაცოცხლო. ხელმწიფის შვილმა აიღო რკინის ჯამი, ჩაიცვა რკინის ქალამნები, გამოეთხოვა თავისიანებს, ახალ შერთულ ცოლს, მაყრებს, სიდედრს სიმამრს და მზის სამფლობელოსკენ წავიდა. ბევრი იარა, ბევრი დაბრკოლება გადალახა და ბოლოს იმ ადგილზე მივიდა, სადაც ცა დედამიწას სამ შუბის ტარზე უახლოვდება. აქ ზედცისა და მიწის საზღვარზე ერთი ირემი იდგა. ირემს რქებით ცისთვის მიებჯინა და ისე იყო გახიდული ცასა და მიწაშუა, რომ ვეღარც წინ მიდიოდა, ვეღარც უკან. ხელმწიფის შვილმა ირემს თავისი გასაჭირი უამბო და სთხოვა, შენი რქებით მზესთან ამიყვანეო. აგიყვანო, უთხრა ირემმა. ოღონდ იმ პირობით, თუ ჩემი გასაჭირის წამალს შემიტყობო. ხელმწიფის შვილი შეჰპირდა და ირემმა ცნება დართო. აცოცდა ხელმწიფის შვილი ირმის რქებზე და გადავიდა მზის ქვეყანაში. იარა კიდევ კარგახანს და ერთ ალმასის კოშკს მიადგა. ეს სწორედ მზის სახლი იყო, მაგრამ მზე იმ დროს ქვეყანაზე სამოგზაუროდ იყო წასული და შინ მარტო მზის დედა დახვდა. ვინ ახარ? რა სულიერი ხარ და აქ რა მოგიყვანა? კითხა მზის დედამ. ხელმწიფის შვილმა ყველაფერი უამბო და დახმარებას თხოვა. მზის დედას მოეწონა უცხო ჭაბუკი და დახმარება აღუთქვა. ამასობაში მზის დაბრუნების დროც მოვიდა. მზის დედამ უთხრა ხელმწიფის შვილს, შენი აქ ყოფნა არ შეიძლება. ჩემი შვილის სიმხურვალეს ვერ გაუძლებო და ცალკე სენაკში დამალა. დაბინდებისას მზეც მოვიდა. დედამ მოიტანა ოქროს ტაშტი, ოქროს სურა და პირი დააბანინა. მერე ავახშმა და დააძინა. დილას მზე ისევ სამოგზაუროდ რომ წავიდა, მზის დედამ გამოიყვანა ხელმწიფის შვილი. ჩაუსხა მზის პირნაბანი ბროლის სურაში და უთხრა. აჰა, შვილო, შენმა გარჯამ და წვალებამ უნაყოფოდ არ ჩაიარა. ამ წყალს, რასაც კი გადაასხამ, ყველაფერი სულს ჩაიდგამს და გაცოცხლდება. დედი, ერთი სათხოვარი კიდევ მაქვს და ბარე მისიც ამისრულე. შეხვეწა ხელმწიფის შვილი. კიდევ რა გაგჭირვებია? კითხა მზის დედამ. ხელმწიფის შვილმა ირმის ამბავი უამბო. ის რომ არ შემხედრო და მე აქ ვერ ამოვიდოდი, მინდა მეც სამაგიერო გადავუხადო და მითხარი, რა ეშველება? მაისის წყალი დალიოს და რქები თავისთავად მოსწრება. უთხრა მზის დედამ. ხელმწიფის შვილმა ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადაუხადა და წამოვიდა. დედამიწაზე ისევ ირმის რქებით ჩამოვიდა. რაქენი გამიგე რამე ჩემი საშველიო? კითხა ირემმა. გაგიგე. უთხრა ხელმწიფის შვილმა და მზის დედის დანაბარები ასწავლა. ირემმა დალია მაისის წყალი და რქები იმ წამსვე მოსწრა. გამოეთხოვა ხელმწიფის შვილი ირემსაც და მზის დედასაც. დაბრუნდა ისევ სიმამრისას. გადაასხა მზის პირნაბანი წყალი თავის გაქვავებულ დას და გააცოცხლა. წამოიყვანა ახალჯვარდაწერილი ცოლიც და წავიდა შინ. თავისი ქმრისთვის გაწეული ასეთი ერთგულების გამო რძალმაც უზომოდ შეიყვარა უმცროსი მული და იმ დღიდან ცხოვრობდნენ ტკბილად და აუმღვრევლად. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.